მეგობრებო, მოგესალმებით. ექსპრეს საჯარო გაშლა. რა ცვლილებებით მოდის ნოემბერი ჩემთან? დავხუჭეთ ხა თვალები. ჩავიფიქრეთ ციფრი ან 1 ან 2. მანქანიდან გიკეთებთ საჯარო გაშლას, რაც ნიშნავს იმას, რომ არ მაქვს არანაირი ატრიბუტიკა, ვთქვათ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაგიმარტივოთ არჩევანი. ამიტომ რა შვებით? ხუჭავთ თვალებს და თავისით მოვა ციფრი 1 ან ციფრი 2. მაშასადამე მე კი ვიწყებ ვარიანტი 1-ით. ვინ ჩაიფიქრა ციფრი 1? პირველი ვარიანტი. რა სიახლეებით მოდის ნოემბერი თქვენთან? კონკრეტული ადამიანი მოდის თქვენთან გარკვეული შერიგების, სურვილით, თბილი ემოციების, გაცვლის სურვილით, ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ თითქოს დაიღალა მარტოობით, დაიღალა შესაძლოა უთქვენოთ, უნდა თქვენთან კომუნიკაცია, ურთიერთობის აღდგენა. უბრალოდ რას დააკვირდეთ იცით, პირველი ვარიანტი, რამდენად გულწრფელი არის ადამიანი. თუ ეს არის რაღაც ერთი და იგივე გამეორებული სცენარი, ხო, სადაც ადამიანი მიდის, მერე მოდის შერიგების მიზნით, მოდი შევრიგდეთ, ისევ ავაწყოთ ურთიერთობა, ესე აღარ მოვიქცევი, ხო? მოკლედ, ნარცის ფსიქოპატებს არ უშვებთ, ხო? ფირად სივრცეში. შერიგების მე-1000 მცდელობით. მაგრამ თუ კი ეს არის ადამიანი, რომლიდანაც იგრძნობთ ერთგვარ გულწრფელ სურვილს ურთიერთობის აღდგენისა, რატომაც არა. უბრალოდ აქ მუშაობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. დაელოდეთ ადამიანი რას მოიმოქმედებს, დაელოდეთ ურთიერთობაში ადამიანი რამდენს გასცემს თქვენთვის, რას მოგცემთ ამ ურთიერთობაში. თუ ვთქვათ არაფერი არ შეიცვალა, განმეორდები, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ეს არის რეზინის წელვა, რომელიც მერე ერთი ბოლოდან რო გაიშვება, ძალიან მტკივნეული არის ხოლმე. ვისაც რეზინებით ბავშვობაში გითამაშეთ, ალბათ ხვდებით, რასაც ვსაუბრობ, ხო? ანუ რეზინი, რომელიც იწელება. ლოდინი პიროვნების გარომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ არაფერი არ იცვლება. ამიტომ იმისთვის, რომ არ ქონდეთ წინასწარ რაღაცა ძალიან დიდი, გრანდიოზული მოლოდინები, ადამიანს მიეცით საშუალება, რომ იმოქმედოს, არა მხოლოდ ილაპარაკოს, არამედ იმოქმედოს. და მიეცით ზუსტად იმდენი და იმ რაოდენობით, ეს იქნება ყურადღება, ემოცია, თქვენი ენერგიის ჩართულობა, ხო, რამდენსაც ადამიანი გაძლევთ თქვენ. იყავით მისი სარკე. მურა. იყავით მისი სარკე. კიდევ რა სიახლეები გელოდებათ პირველი ვარიანტი ნოემბრის თვეში? პირველი ვარიანტი, კიდევ ვიცით რა სიახლეები გელოდებათ, პირველ რიგში ძალიან საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ თქვენ საკუთარ თავში. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს მაინც ამ ურთიერთობებს ეხება, ზემოთ რაზეც ვისაუბრე, მაგრამ სიტუაცია ისე დატრიალდება და ისეთ გვერდს იქცევს, სადაც თქვენ მიხვდებით რომ ყველაფერი გარდა იმისა, რაც ხდება უკეთესობისკენ, ის რომ თქვენ წინ გელოდებათ ძალიან დიდი აღმოჩენა, ძალიან დიდი წარმატება ამ აღმოჩენასთან ერთად, ხო? წარმატება და ეს წარმატება იქნება კარიერული, სოციალური, ფინანსური წარმატება იქნება და მაჩვენებს, რომ სხვათა შორის შესაძლებელებისთვისაც ეს თემა საინტერესო, აქ შესაძლებელია იყოს
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ასპექტები, ხო? ან უძრავი ქონების შეძენა, ან რაღაც ახალ საფეხურზე გასვლა, ფინანსური და კარიერული წინსვლა, რომელიც შემდგომ რა თქმა უნდა რაღაც რესურსებს, ხო, თქვენს ყოველდღიურ პროცესებში კარიერული წინსვლა პლუს რაღაცა ახალი შენაძენი, ხო? კარიერული წინსვლა პლუს ახალი ფინანსური საფეხური. და მოკლედ როგორც იტყვიან, შეიკარით უსაფრთხოების ღვედები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ნოემბრის თვე გელოდებათ. სავსე სიურპრიზებით მე ასე ვიტყოდი, გინდა ადამიანების ნაწილში ნახეთ ერთგვარი ამოხეთქვა იქნება სხვადასხვა ენერგიებისა, დადებითი ენერგიებისა, უბრალოდ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დაკარგოთ წონასწორობა, ხო? ბრუნდება თითქოს ადამიანი, რომელსაც უნდა ისე ვთქვათ, ურთიერთობის გაგრძელება ამხელა აღმაფრენა, ხო, იგივე ფინანსებში, საქმეში, კარიერაში, შენაძენი, ხო? ანუ ყოველთვის არის ნათქვამი, რომ დაიჭირეთ ბალანსი, სიმშვიდე. არ არის საჭირო ძალიან რაღაცების აფიშირება. არ არის საჭირო თქვენ წარმოიდგინეთ განა იმას ვამბობ, რომ ბევრი სიხარულის გამოხატვა ცუდია, ან უნდა დათრგუნოთ ეს. არა, უბრალოდ უნდა გამოხატოთ ეს სწორ ადამიანებთან, იმიტომ რომ თუ ენერგეტიკულად არ ხართ ძლიერი და დაცული ადამიანი, შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ ბანალურად გაგშუროთ და თვალი გცეთ, ხო, ძალიან ცუდად. კარგით, გაფრთხილება მინდა თქვენთვის ამოვიღო. ექვსიანების თასები. რაღაცა ინტენსიური throwback-ი გექნებათ, ანუ დაბრუნდებით უკან. ანუ ან ვიღაცა მოვა წარსულიდან, რაღაც დროის მანქანაში აღმოჩნდებით უცებ, ხო? ეს არ არის მარტო პარტნიორულ ურთიერთობებზე, ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ ადამიანთან, რომელთანაც ვთქვათ, ურთიერთობაში რაღაცა სირთულეები გქონდათ, ეხლა ეს ადამიანი თითქოს ბრუნდება და მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში გექნებათ ალბათ ყველაზე დიდი საფიქრალი იმისთვის, რომ ვთქვათ, იგივე შეცდომა, იგივე სცენარი არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ სამყარო ნამდვილად გულმოწყალეა თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ ენერგეტიკულად ძლიერი და ლამაზი პროცესები გიახლოვდებათ კარიერისა და ფინანსებისა და თვითრეალიზების ნაწილში და ასეთ დროს ყოველთვის პროვოკაციები ძალიან ბევრია ხოლმე, ხო? ბრუნდებიან ყოფილები, ადამიანები, რომლებიც ერთგვარი გამოცდასავით არიან, ხო? ანუ ისევ იგივე სცენარში დააბრუნებ მათ თუ ეტყვი, რომ არ მინდა ურთიერთობა, იმიტომ რომ უკვე ერთხელ ან რამდენჯერმე ვიგემე შენგან ის, რასაც თვლით, რომ თქვენ არ იმსახურებდით, ხო? მოკლედ, აი ამ ნაწილში იყავით უბრალოდ ფრთხილად, ეს არის გაფრთხილება. წარსული აჩრდილები მოჩვენებები დგებიან ფეხზე და გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედები და მაგრამ მოეჭიდეთ თქვენს სავარძელს, იმიტომ რომ ნოემბრის თვე ძალიან საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში. გადავედით ვარიანტი 2-ზე. თქვენ რა გელოდებათ ვარიანტი 2 ნოემბრის თვეში საინტერესო. პენტაკლების დედოფალი. სამართლიანობა. პენტაკლების ტუზი. ძალიან მაგარი პერიოდი გაქვთ ნოემბრის თვე. სამართლიანად გიბრუნდებათ თქვენი პენტაკლები, ეს არის ახალი ფინანსური შანსები, ეს არის ახალი ფინანსური ენერგია, ეს არის ახალი წარმატება, საჩუქარი, კარგი შენაძენი, კარგად ჩადებული ინვესტიცია, ასევე მუშაობს ამ შემთხვევაში. ასე რომ იქ თუ სადაც განაწილებთ თქვენს რესურსს, აუცილებლად იქნება ძალიან სწორი. კიდევ რა გელოდებათ ნოემბრის თვეში?
ნოემბრის თვეში ვიღაცას თქვენ სივრცეში ესე მოჭრით, მოკვეთავთ. ჩანს პირდაპირ ეს. იმიტომ რომ აქ არის როგორი რაღაც იცით, ყავთ სიახლოვეში ახლოს ადამიანი დაგტრიალებთ, რომელიც რაშვება იცით, დღესასწაულს გიფუჭებთ. უნდა რომ ეს დღესასწაული გააფუჭოს. უნდა რომ ეს რაღაცა თავის აზრზე გადმოგიყვანოთ, იმიტომ რომ თვითონ ასე ფიქრობს. უბრალოდ ეს არის იცით როგორი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ საკუთარი სიტყვით რაღაცნაირად მოგწამლოთ. შეუძლია ადამიანს აქვს ამის უნარი. მეორე ვარიანტი, სახე შემეცვალა გავამეტყველება. იმდენად არ მესიამოვნა მისი ენერგია. მაგრამ გაუძღვებით ყველაფერს იდეალურად. არკანი ქურუმი ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად სწორ არჩევანს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ ამ ადამიანთან დაკავშირებით და ზოგადად ჩანს, რომ მაგრად დაარტყამთ მუშტზე ხელს. და მოიშორებთ თქვენი რეალობიდან ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ გჭირდებათ, ხო, ვისი ენაც და ცხვირიც ძალიან გრძელია თქვენ საქმეში და ერთადერთი ის მომენტი ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. შესაძლებელია გარკვეული მცირედი ქირურგიული ჩარევა ან რაღაცა ესეთი ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა. არ იქნება ეს არანაირად სერიოზული და გულისხმობ რაღაცა რთული ამბავი, უბრალოდ იქნება ესეთი პატარა მინი ოპერაცია, რომელიც თქვენს ირგვლივ ვიღაცა ადამიანს გაუკეთდება, ხო? თქვენ თუ გეგმავთ ასეთ რაიმე მსგავს ქირურგიულ ჩარევას, გეტყვით რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს სხვას ეხება თქვენს ირგვლივ თუ თქვენ გეხებათ, ხო? ყველაფერი ჩაივლის იდეალურად. უფრო მეტიც ეს უნდა მომხდარიყო ეს ჩარევა, იმიტომ რომ ეს ჩარევა მოიტანს უკეთეს შედეგს ნამდვილად. მთლიანობაში ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან კარგად დაიწყებთ ნოემბერს, უბრალოდ რაღაც პერიოდი, რაღაც პატარ-პატარა პროვოკაციები წამოვა. კონკრეტული ადამიანისგან და, როგორც გითხარით, ყველას არ ეხება, მაგრამ ჩანს ეს რაღაცა ქირურგიული ამბები, ხო? რომელიც აუცილებლად, როგორც გითხარით, წარმატებით დასრულდება. გაფრთხილება რა არის თქვენთვის? მოდით ვნახოთ. მეორე ვარიანტი. ხუთიანების თასების ტუზი. იცით რა არის? თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანები, მეორე ვარიანტი. ბევრი რაღაცა საკუთარ კონტროლ ქვეშ გაქვთ აღებული. ნამდვილად ძალიან კარგად უძღვებით საკუთარ საქმეს, ძალიან კარგად უძღვებით იმ პასუხისგებლობებს, რომლებიც აღებული გაქვთ. ნამდვილად გამორჩეული ადამიანები ხართ თქვენი სიძლიერით, თქვენი შემართებით, მაგრამ გაფრთხილება არის ის, რომ ძალიან გადაღლილები ხართ ემოციურად. და ძალიან გაკლიათ ემოციური საკვები. დადებითი ემოციები გაკლიათ ძალიან და ეცადეთ შეძლებს დაგვარეთ, რომ ეს დადებითი ემოციები საიდანმე შემოიტანოთ თქვენს რეალობაში. ნებისმიერი სირთულე, რაც გექნებათ ნოემბრის თვეში, აუცილებლად გადაწყდება თქვენ სასიკეთოდ. აუცილებლად ყველაფერი, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თქვენში ძალიან დიდი სასიცოცხლო ძალა, ენერგია და რესურსია. უბრალოდ, როგორც გითხარით, დეფიციტი ჩანს დადებითი ემოციების და აი ამას რაღაცნაირად კომპენსირება გაუკეთეთ. საკუთარი ჰობით მეტი ურთიერთობა ბუნებასთან ვიღაცა შეიძლება ეშველოდეს. მეტი ურთიერთობა საყვარელ წიგნებთან, ფილმებთან. ხო, შემოიტანეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ აშკარად გჭირდებათ მეორე ვარიანტი. სხვა ყველაფერი ჩაივლის ძალიან კარგად, ძალიან იდეალურად.
ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. დაწყებული ადამიანებით და დამთავრებული სიტუაციებით. მეგობრებო, დაგიმშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. მადლობა რომ ხართ ჩემთან, მადლობა რომ ერთგულობთ, მადლობა რომ ვიწერთ საოცარ თბილ კომენტარებს, მე ძალიან მახარებს და მაბედნიერებ, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან დიდი სიყვარულით.